მეგობრებო, გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დღეს ესე იგი გერმანიაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი სიტყვა და გვაქვს რამდენიმე ახალი ზმნა. დღეს ვისწავლით ამ დღევანდელი ზმნების უღლებას. როგორც ყოველთვის, მოდით ჯერ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი სიტყვებით. ესე იგი, გერმანულად sad ეს არის wo. Wo sad და win ეს არის wer. Wo sad, wer win. ნახეთ, გერმანულად sad ხარ იქნება wo bist du, wo bist du, ანუ sad ხარ და win ხარ იქნება wer bist du. Wer bist du, ანუ win ხარ. საერთოდ შენ ხარ გერმანულად ეს არის du bist. თუ გახსოვთ ჩვენ ზმნა sein, ანუ ყოფნა ხომ ნასწავლი გვაქვს. Du bist შენ ხარ და კითხვითში ზმნა წინ გადმოდის. მაგალითად du bist შენ ხარ, კითხვით წინადადებაში ეს გახდება bist du. Bist du გახდება. ამიტომაც ორივეს წინადადება რადგან არის კითხვითი წინადადება, დააკვირდით ორივე წინადადებაში გვაქვს გამოყენებული bist du. Wo bist du, ანუ სად ხარ შენ და wer bist du, ვინ ხარ შენ. სად არის, ვინ არის, სად არის გერმანულად იქნება wo ist, სად არის და ვინ არის იქნება wer ist. Wer ist, ანუ ვინ არის. შემდეგი ჩვენი სიტყვები, ნახეთ, აეროპორტი გერმანულად არის der Flughafen. Der Flughafen, აეროპორტი და სადგური ეს გერმანულად არის der Bahnhof. Der Bahnhof. ახლა როგორ იქნება აეროპორტში სადგურზე? აეროპორტში გერმანულად იქნება am Flughafen. Am Flughafen და სადგურზე გერმანულად იქნება am Bahnhof. Am Bahnhof. ესე იგი der Flughafen არის აეროპორტი, რომელიც არის მამრობითი სქესსარსებითი სახელი და der Bahnhof ეს არის სადგური და ესეც არის მამრობითი სქესსარსებითი სახელი. და აეროპორტში, სადგურზე ორივე შემთხვევაში არსებითი სახელის წინ გამოიყენება am. Am Flughafen აეროპორტში, am Bahnhof სადგურზე. ახლა კი მოდით გადავიდეთ ჩვენს ზმნაზე. ნახეთ, დღევანდელი ჩვენი პირველი ზმნა ეს არის abholen. Abholen ითარგმნება როგორც ვინმეს შეხვდე და წამოიყვანო. ეს ზმნა, ანუ abholen ეს არის თავსართმოცილებადი ზმნა. თავსართმოცილებად ზმნებზე ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს გაკვეთილი, გვაქვს ვიდეო და ვიცით ხო თუ რას ნიშნავს თავსართმოცილებადი ზმნა. თავსართმოცილებადი ზმნა ეს არის ზმნა, რომელსაც უღლების დროს სცილდება თავსართი. Abholen შეხვედრა, ანუ შეხვდე და წამოიყვანო, ან დახვდე და წამოიყვანო, ეს ზმნა არის თავსართმოცილებადი ზმნა და მოდით ახლა ვაუღლოთ. Ab არის ამ ზმნის თავსართი. ახლა როგორი იუღლება ეს ზმნა ახლანდელ დროში? ეს იუღლება ასე: Ich hole ab, du holst ab, sie es holt ab, wir holen ab, ihr holt ab, sie holen ab. ესე იგი, ich hole ab, du holst ab, sie es holt ab, wir holen ab, ihr holt ab, sie holen ab. ესე იგი, ანუ ich hole ab ნიშნავს მე შევხვდები და წამოვიყვან. ახლა რა ხდება? ახლა გადავდივართ ჩვენს მეორე ზმნაზე. ჩვენი დღევანდელი მეორე ზმნა ეს არის kennen. Kennen არის ცნობა, ცოდნა, მე ვიცნობ და ახლა მოდით ამის უღლება ვისწავლოთ, ეს როგორი იუღლება kennen. ეს ზმნა იუღლება ასე: ich kenne, ანუ მე ვიცნობ, ich kenne, მე ვიცნობ, du kennst, შენ იცნობ, sie es kennt, ის იცნობს. Wir kennen, ჩვენ ვიცნობთ, ihr kennt, თქვენ იცნობთ, sie kennen. Sie kennen ვიცნობ ნიშნავს ისინი იცნობენ და მეორე sie kennen არის თავაზიანი ფორმა, რომელიც ითარგმნება როგორც თქვენ იცნობთ. ესე იგი, ich kenne, du kennst, sie es kennt, wir kennen, ihr kennt, sie kennen. ესე იგი, ვისწავლეთ რომ sad ეს გერმანულად არის როგორ wo, sad. Sad ხარ, wo bist du? Wo bist du? Sad იყავი იქნება wo warst du? Wo warst du? Sad იყავი. ნახეთ, სახლში ვარ. სახლში გერმანულად როგორ არის? ეს არის zu Hause. Zu Hause სახლში. მე ვარ სახლში იქნება ich bin zu Hause. Ich bin zu Hause. ან მე ვიყავი სახლში იქნება ich war zu Hause. Ich war zu Hause. გადავდივართ ჩვენს შემდეგ სიტყვაზე. ეს არის der Buchladen, ანუ წიგნების მაღაზია.
Der Buchladen არის წიგნების მაღაზია და წიგნების მაღაზიაში გერმანულად იქნება უკაცრავად. გერმანულად იქნება im Buchladen. Im Buchladen, ანუ წიგნების მაღაზიაში. მე ვარ წიგნების მაღაზიაში, იქნება ich bin im Buchladen და მე ვიყავი წიგნების მაღაზიაში, ეს იქნება ich war im Buchladen. ესე იგი ich bin im Buchladen, მე ვარ წიგნების მაღაზიაში, ich war im Buchladen, მე ვიყავი წიგნების მაღაზიაში. და ჩვენი შემდეგი სიტყვა ეს არის die Bäckerei. Die Bäckerei არის საცხობი. Die Bäckerei საცხობი, ნახეთ საცხობში. გერმანულად იქნება in der Bäckerei. In der Bäckerei საცხობში. ესე იგი der Buchladen არის წიგნების მაღაზია, წიგნების მაღაზიაში ეს იქნება im Buchladen. Im Buchladen წიგნების მაღაზიაში. Die Bäckerei ეს არის საცხობი და საცხობში არის in der Bäckerei. In der Bäckerei ანუ საცხობში. შემდეგი ჩვენი სიტყვა, რომელიც არის კითხვითი სიტყვა, ეს არის warum. ანუ რატომ? Warum, რატომ? აი მაგალითად ნახეთ. Warum bist du allein? რატომ ხარ მარტო? Warum bist du allein? რატომ ხარ მარტო? და გადავდივართ ჩვენს შემდეგ ზმნაზე, რომელიც არის verlieren. Verlieren არის დაკარგვა. Verlieren დაკარგვა, ოღონდ ჩვენ ახლა ვისწავლით ამ ზმნის უღლებას წარსულ დროში. ნახეთ, წარსულში, ანუ ამ ზმნის passiv 2 ფორმა, რომელიც წარსულში გამოიყენება, ეს არის verloren. Verloren, ანუ ამ ზმნის passiv 2 ფორმა, რომელიც წარსულში უნდა გამოვიყენოთ და ამ verloren ამასთან გამოიყენება haben. Haben ვიცით რომ იუღლება, haben იუღლება პირის ნასახელების მიხედვით და verloren ეს რა თქმა უნდა არ იცვლება. აი მაგალითად მე დავკარგე. გერმანულად იქნება ich habe verloren. Ich habe verloren, მე დავკარგე. შენ დაკარგე იქნება du hast verloren. როგორც ხედავთ, ich ამის მერე habe გამოვიყენე, du ამის მერე hast გამოვიყენე. Du hast verloren, ანუ შენ დაკარგე. მან დაკარგა იქნება er, an sie, an es hat verloren. Er, sie, es hat verloren. ჩვენ დავკარგეთ. Wir haben verloren. Wir haben verloren. თქვენ დაკარგეთ, მრავლობითში იქნება ihr habt verloren. Ihr habt verloren. და მათ დაკარგეს, ეს იქნება sie haben verloren, ასევე თავაზიანი ფორმა თქვენ დაკარგეთ, ესეც იქნება sie haben verloren. ესე იგი verlieren არის ამ ზმნის საწყისი ფორმა, რომელიც არის დაკარგვა და ამისი passiv 2 ფორმა არის verloren და წარსულში იუღლება ასე ich habe verloren, du hast verloren, er, sie, es hat verloren, wir haben verloren, ihr habt verloren, sie haben verloren. და გადავდივართ შემდეგ ზმნაზე, რომელიც არის warten, დალოდება. Warten არის დალოდება და მოდით ახლა ამის უღლებაც ვისწავლოთ. ესე იგი მე ველოდები. გერმანულად იქნება ich warte. Ich warte, შენ ელოდები, du wartest. Du wartest. ის ელოდება er, sie, es wartet. Er, sie, es wartet. ის ელოდება. ჩვენ ველოდებით იქნება wir warten. Wir warten. თქვენ ელოდებით იქნება ihr wartet. Ihr wartet. ისინი ელოდებიან sie warten. Sie warten, ასევე თავაზიანი ფორმა თქვენ ელოდებით იქნება sie warten. ესე იგი ich warte, du wartest, er, sie, es wartet, wir warten, ihr wartet, sie warten. და ეს იყო ჩვენი ზმნა დალოდება. ნახეთ, მე შენ გელოდები გერმანულად იქნება ich warte auf dich. Ich warte auf dich, ანუ მე შენ გელოდები. მე მას ველოდები იქნება ich warte auf ihn. მამრობითია ეს, ich warte auf ihn, an ich warte auf sie. ეს უკვე არის მდედრობითი სქესი. ესე იგი მე მას ველოდები იქნება ich warte auf ihn, an ich warte auf sie. მე მას ველოდები.